გამარჯობა თქვენ უყურებთ რეალურ აქცენტებს ნინო ხაჩიძესთან ერთად ჩვენ ერთმანეთს ხვდებით ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს 14 საათსა და 10 წუთზე ტელერადიო კომპანია Georgian Times-ის პირდაპირ ეთერში ასევე შეგიძლიათ გვიყუროთ Georgian Times-ის Facebook-ის გვერდზე, YouTube-ის არხზე და ბუნებრივია გვისმინოთ რადიო სიხშირეზე FM 92-სა და 3-ზე. მართალია მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილი იყო ტრამპის გამოსვლისადმი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, თუმცა ამჯერად მე მინდა სხვა თემაზე გავამახვილო ყურადღება, იმიტომ რომ ყოველას თავისი სამრეკლო აქვს. შეიძლება ასე ითქვას, მოგეხსენებათ სეპარატისტულ აფხაზეთში ჩატარდა ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნები და გაიმარჯვა თან მეორე ტურში ბადრა გუმბამ, რომელიც როგორც ამბობენ არის რაც ბადრი გაბუნია მე დიდათ ამ ვერსიას არ მივსდევ ხოლმე, იმიტომ რომ ადამიანი რასთანაც და ვისთანაც აკეთებს იდენტიფიკაციას, ის არის და არა ის, ვინ ჩვენ წარმოგვიდგენია და ის გენეტიკურად, თუმცა გენეტიკასაც აქვს თავისი მნიშვნელობა ბუნებრივია. მან აჯობა ადგურ არძიმბას, ეს არის კანდიდატი, რომელიც ითვლებოდა რუსეთის კრემლის ფავორიტად, ყოველ შემთხვევაში მაშინ, როდესაც ის გამოჩნდა სეპარატისტული აფხაზეთის პოლიტიკურ ავანსცენაზე. მოგეხსენებათ, რომ აი ამ ეგრეთ წოდებული არჩევნების წინ და საერთოდ ამ არჩევნების დანიშვნად საჭირო გახდა იმის გამო, რომ აფხაზეთში იყო დაპირისპირება, ეს დაპირისპირება მოჰყვა ბჟანიას მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდებოდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ინვესტირების უფლების მიცემას აფხაზეთის ტერიტორიაზე. თქვენ იცით, რომ აფხაზეთში არავის აქვს უფლება შეიძინოს უძრავი ქონება და მიწა განსაკუთრებით, თუ ის არ არის ეგრეთ წოდებული აფხაზეთის მოქალაქე, ხოლო ქართველებს იქ მცხოვრებებს საერთოდ არ აქვთ მოქალაქეობა. ესეც იცით ალბათ თქვენ. ზოგადად ამის გამო რუსეთმა შეუჩერა საბიუჯეტო გადარიცხვები, აფხაზეთი მოგეხსენება დე-ფაქტო აფხაზეთი დოტაციაზე და ასევე ენგური გაჩერდა და აფხაზეთში შეიქმნა ელექტროენერგიის დეფიციტი, რუსეთი ასევე არ აწვდიდა ელექტროენერგიას, ამის გამო ძალიან მკაცრი გრაფიკი იყო მთელი ზამთრის განმავლობაში დე-ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე. მოკლედ არჩევნები ეგრეთ წოდებული 15 თებერვალს უნდა გამართულიყო, ხოლო 6 თებერვალს ჩვენ მეხსენებული ბადრა გუმბა ჩავიდა მოსკოვში, ის ასევე გეტყვით რომ ეგრეთ წოდებული ვიცე-პრეზიდენტი გახლდა და ბჟანია რომ გადადგა ისასრულებდა აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის მოვალეობას და მოკლედ ის ჩავიდა მოსკოვში, შეხვდა რუსეთის ვიცე-პრემიერ ნოვაკს და ასევე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, ასევე ფინანსთა მინისტრს რუსეთის ფედერაციისა და უკვე 7 თებერვალს 340 მილიონი რუბლი გადაურიცხა მოსკოვმა სოხუმს, ეს დაახლოებით 3 მილიონი 700,000-მდე ამერიკული დოლარია და ასევე გაზარდა ელექტროენერგიის მიწოდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთში მოიხსნა გრაფიკის აუცილებლობა ელექტროენერგიაზე. ნოვაკმა შემდეგ განაცხადა, რომ ამიერიდან აფხაზეთსა და რუსეთს შორის შეთანხმებები სხვაგვარად უნდა გაფორმდეს და ამ გუმბამ კიდე დასძინა, რომ ორივე მხარის ინტერესები უნდა დაბალანსდეს, ჩვენ ვთქვით, რომ აფხაზეთს უნდა აღიარება დამოუკიდებლობა ოღონდ რუსეთის ფულით და თავის მხრივ რუსეთს უნდა სრული კარტ-ბლანში ჰქონდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე, რაც ასევე ძალიან ბუნებრივი მოთხოვნა არის, იმიტომ თუ არ ჩენ და შენზე არის ის დამოკიდებული, ბუნებრივია შენც გინდა რომ გქონდეს გარკვეული და დიდი უფლებები. საბოლოოდ მეორე ტური გაიმართა 15 თებერვალს ჩატარდა ეგრეთ წოდებული არჩევნები, შემდეგ დაინიშნა მეორე ტური და ამჯერად ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი დე-ფაქტო აფხაზეთის გახდა ბადრა გუმბა, რაც სხვა შორის ძალიან გაუხარდა ასლან ბჟანიას, რომელიც თანამდებობიდან როგორც მოგახსენეთ იმ მოვლენების გამო გადადგა. ერთი სიტყვით დგება ესეთი საკითხი, როგორ შეიძლება გარიგდნენ ერთმანეთთან, მორიგდნენ უფრო ზუსტად სოხუმი და მოსკოვი, ასევე თბილისი და მოსკოვი, თბილისი, სოხუმი და მოსკოვი და რატომ ჩააჩოჩეს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ადგურ არძიმბა და რისთვის ინახავენ მას. ჩვენ გაცემს პირველი ნაწილის სტუმარი არის ზალ კაცრილიშვილი, ბატონ ზალ, დიდი მადლობა რომ მონახეთ დრო და მოხვედით თქვენთან და აი ამ თემაზე მინდა ვისაუბროთ, რა შესავალი თქვით, რომ ყოველში ის წარმოდგენა გქონოდა ჩვენს მაყურებელსა და მსმენელს ამ თემაზე. რაზე შეიძლება მორიგდნენ და რა აზრი ქონდა გუმბათი ჩანაცვლებას ასლან ბჟანიასი და რისთვის ინახავენ ადგურ არძიმბას, რომელიც ძალიან ფასეული კადრია, როგორც მე ვიცი, კრემლისთვის. და აგრესიული. და აგრესიული ძალიან განსაკუთრებით ქართველების მიმართ, უბრალოდ პროთურქულისკენ აქვს ორიენტაცია, ამბობენ, თუმცა არ ვიცი ზუსტად. უფრო პრორუსული არავით არის პროთურქული. ეს არის გაგრძელება
იმ არძიმბას 90-იანი წლების არძიმბას პოლიტიკის ხო და თანამოაზრეების ძალიან აგრესიულები ყავს ქართველების მიმართ და განსაკუთრებული აგრესიით ქართველების მიმართ არძიმბას გუნდში გამოირჩევიან ქართული გვარების მქონე ესეთი ტენდენცია ასეთი აფხაზეთში როგორც ვაკვირდები მე ხო და როგორც გამოსულმანებული ქართველები არიან აგრესიულები ქრისტიანი ქართველები აქ ჩვენთან არა გარეთ სახელებსა და გვარებსაც რო არ აღიარებენ იციან თავის წარსული მაგრამ არ აღიარებენ გარიგება ჩვეულებრივი გარიგება მოხდა რა კონფლიქტის საგანი რა იყო მიწები და საკავშირო მნიშვნელობის ყოფილი საკავშირო მნიშვნელობის დაქვემდებარების ქონება შენობა ნაგებობა. ხო, ამათი სულ გადაცემა უნდა და მე მგონი, ხო, რუსეთს. სულ წაიღებს. სულ წაიღებს, რა თქმა უნდა წაიღებს. წაიღებს ახლა. და რატომ არ უნდა წაიღოს? თუ არ ჩენს, მე არ მესმის რატომ. ფორმალურად 59 წლით წაიღებს. ჩვენ ადრე გქონდა ამაზე საუბარი და თუ არ ვწდები თქვენთან ინტერვიუში და ჟურნალში რა. ესე იგი, საკავშირო მნიშვნელობის ყველა ობიექტზე ექნება პრეტენზია. პრეტენზია აქვს საკავშირო მნიშვნელობის ობიექტებზე ეს ერთი იმიტომ რომ საკავშირო მნიშვნელობის თანხა დაიხარჯა საკავშირო მნიშვნელობის ქონებაზე შეიძლება ჰქონოდა პრეტენზია თბილისს და თბილისი თამაშიდან გამორიცხულია და მეორე კიდევ ინახავს რა არც მეტი არც ნაკლები აფხაზეთი დოტაციური დანამატია რუსეთის ფედერაციის ხო და ეხლა თანხას ვიხდი და შენ მუსიკას უკრავ ეგრე არ არის ჩვენ ვფიქრობთ რომ მოაწერს ხელს და ოფიციალურად დე-ფაქტო პარლამენტის დონეზეც დაამტკიცებენ რუსეთი წაიღებს 59 წლით მინიმუმი 59 წლით თუ არ ვწდები სტალინის აგარაკიც იქ არის და პოლიტბიუროს აგარაკიც იქ არის ბიჭვინთაში თუ არ ვწდები ეგრეთ წოდებული MGU-ს აგარაკებიც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ნუ მოკლედ მიწებიც და თავისი ეს ყველაფერი რაც ჩამოვთვალეთ ხო ეს ყველაფერი შავი ზღვის პირეთზე გასასვლელი ეგრეთ წოდებული პლაჟებით ყველაფერი. ხოდეში აი ეს მაინც კი სანაპირო ზოლითაც რა თქმა უნდა აი რაში სჭირდება ეს რა სტრატეგიული დატვირთვა აქვს რუსეთისთვის ამ ობიექტების შესყიდვას. რუსეთისთვის ამ ობიექტების შესყიდვას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა აფხაზეთის ტერიტორიაზე ისევე როგორც სომხეთის ტერიტორიაზე, ისევე როგორც ხორვატიაში მესაკუთრე ხდება და საჭიროების შემთხვევაში რუსეთის სახელმწიფოს უფლება აქვს დაიცვას რუსეთის მოქალაქეების კერძო საკუთრება და მათი ინტერესები იმ ქვეყნებში, სადაც ისინი მოსაკუთრეები არიან. ასე რომ ეს უფლება ყველა სახელმწიფოს აქვს ფაქტობრივად. ეს უფლება ყველა სახელმწიფოს აქვს და გამოიყენებს ახლა ეს აქ რუსეთი აღარ არის სტუმარი, აღარ არის დამხმარე, აქ რუსეთი ხდება უკვე მოწილე. მასპინძელი. დიახ ბატონო, მესაკუთრე. ასე რომ ჩვენ ვფიქრობთ რომ აეროპორტსაც იყიდიან თუ ნაყიდი არა აქვთ უკვე სოხუმის აეროპორტს ჩვენ ვფიქრობთ ჩვენ ფაქტობრივად ბათუმის აეროპორტი არ მივიღეთ თურქეთს ხო ეხლა ეგ მეორე თემაა კი რა თქმა უნდა მეორე თემა მაგრამ მე ეს პარალელებს რატო ვაკეთებ იცით იმიტომ რომ ეს რაღაც ისეთი არ ხდება რომ რაც ჩვენ არ ჩაგვიდენია ჩვენ წარმატებაში ჩვენ დამსახურებაა მარტო და როცა წარუმატებლები ვართ სხვისი ბრალია ყოველთვის და მე მესმის რასაც თქვენ ამბობ და ეგრეა სამწუხაროდ ვერც ერთმა ხელისუფლებამ საქართველოში რომლებიც უმრავლესობაში იყვნენ ვერც
მოქალაქეთა კავშირმა, ვერც ნაციონალურმა მოძრაობამ და ვერც ქართულმა ოცნებამ ეს პრობლემა ქვეყანაში ვერ მოხსნა. სამწუხაროდ. თუმცა ეხლა ძალიან რთული იქნება თურქეთისთვის ბათუმის აეროპორტის უკან გამორთმევა. აქ უკან გამორთმევაზე არ არის ხო ლაპარაკი და წარსულობაზეა ლაპარაკი. აქ პირობების გაუმჯობესებაზეა ლაპარაკი. ერთი და მეორე ჩანაცვლებაზეა რა. ძალიან მარტივად ხდება ეგ ამბავი ახლა. ერთი ამბავი რო ატეხეს ამერიკაში რო გრენლანდიას ართმევს და იმას ართმევს, არხს ართმევს. კი არა ართმევს. ფულს უხდის, ყიდულობს და ეთანხმება იყიდის, არ დაეთანხმება არ გაყიდიან. არ წაართმევს, როგორც ვიცით, ლაპარაკია იმაზე რომ ბაზები უნდა დაადგმევინონ 59 წლით ეს რა ქვია აქვთ ბაზები, მაგრამ განახლებული ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები უნდა დადგან, რომელიც ახალი ტიპის ბალისტიკურ რაკეტებისაგან დაიცავს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჩვენ ადრე ვილაპარაკეთ ამაზე. აღმოსავლური ანდაზა იქ ცხოვრენ, აკლემს რომ ვირი მაინც მიიღონ. ახლა ამერიკა ის ქვეყანა არ არის ვირს დათანხმდეს, მაგრამ კარგ ულახს ნამდვილად მიიღებს და მიიღებს აუცილებლად, იმიტომ რომ საკითხს აყენებს სწორად. მე ესეც შემიძლია. იმიტომ რომ მთელი მსოფლიო დღეს გასულია საერთაშორისო სამართლის ნორმების ფარგლებს გარეთ. პირველ რიგში რუსეთი და მისი მომხრეები და მისი მოწინააღმდეგეებიც. ხო, სულ ყველა. რაც არღვევს საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემას და თუ ესეა, მაშინ მე ყველაზე ძლიერს რატო არა მაქვს უფლება მოვითხოვო ის, რაც გავაკეთო. მაგრამ არ ვაკეთებ, იმიტომ რომ ყველა მინდა რომ დაუბრუნდეთ ერთ სივრცეში. საერთაშორისო სამართლის ნორმები. ამიტომ ვიყიდი. და მაგალითია ეს ყველასთვის. ომით ნუღარ შევარდები შენ თუ ტერიტორიები არ გინდა სამეზობლოში. საბადო გინდა შევთანხმდეთ და გავინაწილოთ. მოვიხმაროთ, ყველამ ერთად სარგებელი ვნახოთ. მარტივი მიდგომა ფასეულობების თავისუფალი გაცვლის მეშვეობით შეთანხმების საფუძველზე მივახციოთ კონსენსუსს და ვისარგებლოთ ორივემ. ან სამივემ. აი ეს არის ახლა შევიდა, ახლა უფრო მეტისავა. ახლა შენ აფხაზს ვეღარ დაელაპარაკები პირდაპირ. იმიტომ რომ მოწილია უკვე რუსი ოფიციალურად. მაგრამ აფხაზთან ლაპარაკის ისედაც აზრი არ ქონდა პირდაპირ. არა, ქონდა თუ არ ქონდა, მე ვამბობ ნომინალურად რა. აქამდე ხო გეუბნებოდნენ, რომ იცით რა, ჩვენ არაფერ შუაში არა ვარ და დაჯექით და თქვენი ლაპარაკეთ. ჩვენთვის უკეთესი ვითარებაა მაშინ. ხო, ახლა გეუბნება, ახლა ვეღარ დაჯდები, იმიტომ რომ აფხაზს რომს დაელაპარაკო, შედიხარ და ის მესაკუთრე მოწილე ხდება იქ. თან გულგულა ადგილებზე, თან ისეთ ადგილებზე, რომელიც მარტო საკავშირო მნიშვნელობის არ იყო. საკავშირო მთავრობამ საქართველოს მთავრობას ააშენებინა მაშინდელს. ხო და ეს დოკუმენტაცია არსებობს, ესე მარტივად არ არის. მე მესმის, რომ საკავშირო ბიუჯეტი გასცემდა ფულს. ყველაფერში. მაგრამ ის ბიუჯეტი საქართველოსდან არ იცვლებოდა საკავშირო ბიუჯეტი, რა წილი წამოვიღეთ 90-იანებში, ხო გახსოვთ შევარდაძის თავრობულო არაფერი არ წამოვიღეთ. აბსოლუტურად და არ დაგიფასებთ. ვალი იმდენი იქნებაო, რომ ჯობია რომ მასე უარი თქვა ესეთი დაასახელდა ნოღა. გასაგებია, მაგრამ ისტორიისთვის ხო უნდა დაგვეტოვებინა რა, რამდენი მიქონდა ყოველ წელს და რამდენს გვაძლევდა ხო 5 წელიწადში ერთხელ ბიუჯეტს. მე ხო იქ ჩასვლები იყო და შეკვეცები ამ ბიუჯეტების და სამინისტროები ცალკე ჩადიოდნენ და ჩაქონდათ ფულები და ჩაქონდათ პატივისცემები რომ შეგვჭამეს კაცო რუსებმა რომ საბჭოთა კავშირის დროსო ფულს შოულობდაო საქართველოს და კარგად იყავითო. წილებს არ იხდიდნენ მოსკოვში? ჰა თუ მოსკოვის გარეშე ვინმე რამეს იშოვდიდა. პირიქით მოსკოვის გარეთ შოულობდნენ. ეხლა პირიქით არის მოსკოვი შოულობს მარტო და სხვა ვერავინ და ასე რომ აფხაზეთში დაუბრუნდეთ? აფხაზეთს რო დაუბრუნდეთ იგივე ვითარებაა რა ეხლა რა ესე იგი ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა ეხლა აფხაზეთის თემას უნდა მივაბავთ რუსეთთან ურთიერთობის თემას ამას მოყვება ამერიკის თემა და მაინც მოგვიწევს ამ თემებზე ლაპარაკი ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა იმიტომ რომ ერთი ჯაჭვია ეს
ეხლა არ ვიცი თქვენ უნდა გელაპარაკოთ თუ კრემლის მესვეურებს მივმართო როგორ მირჩევ გირჩევთ მიმართეთ პირდაპირ არ არის პრობლემა კრემლის მესვეურებს ხანდახან თქვენ ჩანხართ ხოლმე პირდაპირ იმ კამერაში მაგრამ მიმართეთ პრობლემა კრემლის მესვეურებს მინდა მივმართო ეხლა ვიცი რომ გულზე არ გეხატებით და ისიც ძალიან კარგად ვიცი ვის მეშვეობით მბლოკავთ უკვე წლებია მაგრამ მე მინდა გითხრათ თქვენი ხელის ბიჭებისგან განსხვავებით საქართველოში რო ყავთ პროპაგანდისტები და არც ეს ავტორიტეტი რო არა აქვს მიზანს რო ვერ აღწევს თქვენი ესე იგი ის არც ამ ხელისუფლების ადვოკატი ვარ მე მიუხედავად იმისა რომ ლომისული მაქვს შეტანილი ამ ატმოსფეროში 1 ოქტომბრიდან დღემდე სულ მიუთითებ შეცდომებზე მაგრამ ამ ხელისუფლებამ რო თქვენთვის გააკეთა ამ 12 წლის მანძილზე კრემლის მესვეურებო ზურგიდან რო არ მოგეპარათ სანქციები რო არ დაგადოთ და სერიოზული პრობლემები რო არ შეგექმნათ როგორც საქართველოში ისე კავკასიაში თუმცა ჩვენ შეგვექმნებოდა პრობლემები ჩვენ შეგვექმნებოდა მაგრამ უკრაინას შეექმნა პრობლემები და წავიდა გართულებაზე ხო არა ჩვენ არ წავედით და სწორად მოვიქეცეთ ამაზე უკეთეს ხელისუფლებას თქვენ მოსალაპარაკებლად ვეღარ ნახავთ ეს არის გამორიცხული იმიტომ რომ ეხლა თაობა მოდის რუსული საერთოდ არიციან და რუსი წარმოდგენილი ყავთ ტანკზე ამხედრებული სამხედრო ამუნიციით და ავტომატით მოსული დამპყრობელი გახსენით ახლა დიალოგი და დაიწყეთ ახლა საუბარი რა გახსენით დიალოგი რა გინდათ დაელაპარაკეთ ჩვენ ხელისუფლებას კიდევ ვიმეორებ ესეთი შანსი ახლა ტრამპის დროს რო გაქვთ თქვენც არ გექნებათ სამომავლოდ ძალიან შეწუხებულები ხართ და არიცით სად მარხია ძაღლის თავი იმის გამო რომ ესე კარგად გექცევათ ამერიკის შეერთებული შტატები მაგრამ ჩვენ ვიცით რაღაცეები ჩვენ ვიცით ინგლისის მეფის კარზე რა უთხრეს ზელენსკის და რატო დათანხმდა ხელახლად შეხვედრას ტრამპთან ჩვენ ვიცით ტრამპი რო ყავთ ახლა მიწვეული სამეფო კარზე თქვენგან განსხვავებით თქვენ არიცით რაზე იქნება საუბარი ხო და გამოიყენეთ ახლა ეს შანსი რომ ახალი ფურცლიდან დაიწყოთ ურთიერთობა ნებისმიერ შემთხვევაში როდესაც უკრაინის და ევროპის საკითხს დაალაგებს პასუხისგებლობას აკიდებენ იმაზე ირანზე და პასუხისგებლობას აკიდებენ ჩინეთზე პასუხისგებლობას აკიდებენ სამეზობლოში სიტუაციების დალაგებაზე და სანამ რაღაცას დაგავალდებულებენ კეთილი ნებით გამოიჩინეთ კიდევ ვიმეორებ ამ ხელისუფლების პატივისცემა დააფასეთ სხვა ამაზე უკეთესი თქვენი ასე ვთქვათ თქვენთან მოლაპარაკებების მოსურნე აღარ მოვა ამ ხელისუფლებაში და ეხლა რაღაცა ისე არ გამომივიდეს რომ რაღაცა როგორც ჩვენ ვიცით კიდევ დამავმატებ ჩვენ ვიცით შეიძლება მართალი არ არის მაგრამ ჩვენ მე და ჩემმა თანამოაზრებმა ვიცით რას აპირებთ საქართველოს უნდა მოახდევინოთ ბოდიში საერთოდ უნდა გაერიდოთ ამ კონფლიქტს თავი თქვენი ჭკუით გინდათ დააჩოქოთ და დატოვოთ იმის მებაჟის როლში ამ კორიდორში და არ გამოვა ეგ ამბავი რა არ მოიხდეს ბოდის ქართველი არაფერი საბოდიშო არა გვაქვს მინიმუმი 12 წლის მანძილზე ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ 32 წლის მანძილზე რას დააშავეთ ის შეცდომები გამოესწორებინა და დაინახეთ ახლა მართლა რუსული უმადურებას ნუ გამოამჟღავნებთ თქვენ ყველაფრის დალაგება შეიძლება თავარია თქვენ იცოდეთ რა გინდათ გასაგებად გეუბნებათ ახლა ამერიკის შეერთებული შტატები ტერიტორიის აღდგენა გინდა, საბჭოთა კავშირის აღდგენა გინდა, დაპყრობა გინდა, თუ ინტერესები გაქვს ეკონომიკური, საბადოა, თუ რკინიგზაა, თუ რაჯანდაბაა, მე რა ვიცი რა გინდათ, კი ვიცით რაც გინდათ, მაგრამ ის რკინიგზაც არ გამოივლის. თუ ინგუშეთზე არ გამოიარა და ის რკინიგზაც არ გამოივლის, თუ ქართულ ხალხს არ უნდა. ასე რომ ნუ იყურებით ზევიდან მე რა რო ცოტანი ვართ და მე რა რო პატარა ქვეყანა ვართ ჩვენ პრობლემების მეტი არაფერი გვინახია და თქვენ შეგექმნებათ პრობლემები ცივილიზებულად ადამიანურად ნორმალურად
და ხო დასვით ვინც გინდოდათ აფხაზეთში ხო მიგაქთის რაც გინდოდათ აფხაზეთში ცხინვალშიც ხო ეგაკავთ არაფერი კონფედერაცია არ იქნება არც ორი ავტონომია არ იქნება დანარჩენ საქართველოში დავილაპარაკოთ ცივილიზებულად ჩვენი ურთიერთობის ათვლის წერტილი შეიძლება იყოს 1920 წლის 7 მაისი ჩვენი ურთიერთობების ათვლის წერტილი შეიძლება იყოს 1991 წლის 31 მარტი აირჩიეთ და თუ წინ გაიხედავთ ძალიან დაბნეულები ხართ სტრატეგიული ხედვის უნარი რო არა გაქვთ ეგ სახელმწიფოც ქართველებმა აგიშენეს და ეგ ბირთული არსენალის ჩვენში ერთი ქართველი დამისახელეთ რომელმაც დააზიანა რუსული სახელმწიფოებრიობა ვერ დამისახელებთ უამრავ რუსს დავასახელებ რომელმაც დააზიანა ქართული მართლმადიდებლობას და ებრძვის დღემდე ქართულ სახელმწიფოებრიობას დაწყნარდით დამშვიდდით ღმერთმა მოგცათ შანსი გამოხვიდეთ აი ამ ჩიხიდან ომი დაამთავროთ სამეზობლოსთან დაალაგოთ ურთიერთობები და სახით დარჩეთ ღირსეულად დამორჩილებას დაქვემდებარებას ცემატყეპას და პატიმრატყობას მეგობრობა არ გიცდიათ სადეთ აბა ერთი იქნება როგორი მეგობრები ვართ ხეც და ძალიან დიდი ბოდიში რეკლამის გამო მცირე ხით უნდა შევწყვეტოთ გადაცემა დაგველოდოთ მალე დავუბრუნდებით ვუბრუნდებით ეთერში განაგრძობთ საუბარს ჩვენს სტუმართან ზალკაცილიშვილთან ერთად ბატონ ზალ ჩემს მაინც გაუგებარი დარჩა რა განსხვავებაა ბჟანიასა და გუნბას შორის პიროვნული განსხვავება გარდა ამისა ცვლილება უნდოდათ შექმნეს კრიზისული სიტუაცია ამ ესე იგი ყველასათვის გასაგებად რო ვთქვათ არძინბას დაჯგუფებამ შეუქმნა პრობლემა ბჟანიას. სიტუაციის განსამუხტავად აუცილებელი იყო არჩევნების ჩატარება. არძინბას ყავს თავისი ჯგუფი მხარდამჭერების მოსკოვში, მისი გვერდზე გაწევა არ არის სასურველი, მათთვის ხვალდაზეგრისთვის დასჭირდებათ კაცმა არ იცის. თან ახალგაზრდაა ეს. ხო, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ დააყენონ არჩევანის წინაშე, რომ შენმა ხალხმა არ აგირჩია. და დროებით დააკმაყოფილებენ. არც ეს არ არის ანგელოზი, ხა ვინც აირჩიეს, ესეც განათლება იქ აქ მიღებული და იქ მუშაობდა სწავლობდა, მე ვნახე, და შემდეგ სარატოვში სტრუქტურებში, მოსკოვში მუშაობდა სტრუქტურებში. ანუ იმათია ესეც ახლა. აქ ლაპარაკია იმაზე, როდესაც ორივე შენიანია, რომელი გჭირდება მოცემულ მომენტში და ამ მოცემულ მომენტში როგორც ჩანს, მაინც სჭირდებათ ადამიანი, რომელიც არძინბასავით ქართველების ღიად მოსისხლე მტერი არ არის ახლა თუმცა ძალიან რთული ვითარებაა რა ძალიან რთული ვითარებაა ახლა ჩვენ აქედან მქონდა და მაქვს კონტაქტები ყოველთვის და აღარ აგინებენ ისე ღიად როგორც ადრე გვაგინებდნენ ქართველებს მაგრამ ნუ მაინც დაიღალნენ ისინი რაღაცა იქ ლაპარაკი არ არის რუსეთის დასალაგებელია ეს რუსეთის სპეცსამსახურებმა არის ეს ამბავი ხრუშჩოვის დროს კი არ დაიწყო სტალინის გარდაცვალების მერე კი არ დაიწყო მეფის რუსეთის დროსაც ხო თან ერთად მუშაობდნენ აფხაზებთან სამეგრელოში მე არ მიყვარს ხოლმე ეს და სვანეთში მე არ მინდა მაგაზე აფხაზებთან გამოვიდა სამეგრელოზე ხლაც მუშაობა სამეგრელოზე ხლაც მუშაობა მოსკოვში ზის ერთი წარუმატებელი და უპერსპექტივო ლოტბაზარა ქართველი რომელიც თავის იმას რაღაცა ჯგუფი ყავს სამეგრელოში და რაღაცა მიედმოედები რაღაცა იურა რო არის ღვინჯილია ეს სხვათა შორის ეს იურა ღვინჯილია რაღაც რადიო აქვს მას ეს ზუსტამბავს ვამბობ ჯერ ის ხშირი თურქულია საიდანაც მოუწყებლობდა ეხლა არ ვიცი ისე მოუწყებლობს თუ არა და ფინანსდება თურქეთიდან ძალიან საინტერესოა რა საინტერესოა ძალიან საინტერესო. ხო და ეხლა მან დავართ რა, რამოდენიმე მაგალითი მოვიყვანეთ.
ან რუსისგან ფინანსდება, ან ევროპელისგან ფინანსდება, ან თურქისგან ფინანსდება, ქართველისგან რა ფინანსდება, რა კეთდება. ბადაშვილის მე ვარ ხომ მე ვალონტერი ვარ ამ ხრივ მოხალისე, აი ამ ჯგუფებში აქტიურად ვიბრძვი ხოლმე, იმიტომ ვიცი ეს თემა. რას აფინანსებს და იმად გონიათ რომ ჩვენი უშიშროება მაფინანსებს, მაგრამ ნამდვილად არა. არავის არ დააფინანსებს ჩვენი უშიშროება. ეს იმათ არ იციან. გამორიცხული არ არის. გაჩერდით უღმერთი. ანუ აგენტი გონი ვარ, მაგრამ არც უშიშროება და არც თავრობა. არავის არ დააფინანსებს. ამათაც უმადურების მაღალი სააქტ ნიშა. არა, მე იმას კი არ ვთხოვ და ფაქტს ვამბობ, ეს თემა კარგად ვიცი, იმიტომ რომ უშუალოდ მაქვს მონაწილეობა მიღებული, ეხლაც ვიღებ, იმიტომ რომ ოსების აფხაზეთის დასაფინანსებელია, იმას არ აფინანსებენ. კაც 11% იყო ეკონომიკური ოზრდაო და 30%-ით გაიზარდა ბიუჯეტიო და ეს 30% გაზრდილი ბიუჯეტი მოიხმარეს ისევ თავის კომფორტისთვის. ხალხამდე არაფერი არ მიდის და ხალხამდე საერთოდ ზოგადად როგორც მას შემდეგ რაც მე ის მონაცემები ვნახე რაც ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტში ყოფილა მე რო ხელები ავწიე ახლა რაღაცა თუ იქაც ეს ხდება არა ეხლა იქ ისე არაფერი არ ხდება როგორც აქ ხდება მაგრამ როგორ არ ხდება ძალიან რაღაცა 400 წლის ადამიანები იყვნენ ეს ხო მარტო ის არ არის რომ ფულს ვიღაცა ფულს იპარავდა ეს ხო არჩევნების გაყალბებაც არის იმათ ხმებიც ხო ქონდა და რა ანუ ეს არ არის მარტო ფულის ამბავი და ქთამის ამბავი ეს არის პოლიტიკური სიტუაცია ანუ შენს უყავს რამდენიმე მილიონი რომელსაც ხანი და ჩვენ გვეგონა რომ მეც მეგონა და ეხა ქუჩაში ვინც აპროტ მასაც გონია რომ იქ ანგელოზები და ქერუბიმები გაალობენ ანგელოზები არსად არ არის არა ეს მე ჩვენ კი ვიცით დავუბრუნდეთ ისევ ანუ ეს დატოვეს და აფხაზეთი თვითონ აი შიგნით ძალიან საინტერესო იყო არჩევნების დროს მე სპეციალურად დავხედე აი ვითომ რამდენმა მისცა ხმა ამ კანდიდატს იმ კანდიდატს სადღაც კი გამოდის ახლა თუ თქვა ბავშვები ხო არ იღებენ მონაწილეობას არა 18 წლამდე სადღაც 200,000 უხეშად ვამბობ და ამდენი ადამიანი ცხოვრობს აფხაზეთში არა და როგორი იყო ესეც თქვა ქართულება ისე ვერ მიიღეს სავარაუდოდ არა მონაწილეობა მიიღეს როგორ მიაღებინეს მონაწილეობა როგორ არის სხვა გზა არ ქონდათ სხვა გზა არ ქონდათ არიან იქ ადამიანები რომლებმაც იციან რომ რაღაც რაოდენობაზეა ლაპარაკი რა იმათაც იციან რომ ესენი მივლენ და ხმას იმას მისცემენ ვინც იმათ აწყობთ და ამათაც იციან რომ უნდა მივიდნენ და ხმა უნდა მისცენ რა ესე მარტივად არ არის ხა ჩაკეტილ სივრცეში ცხოვრობ მიუხედავად იმისა რომ დიდი ანკლავი ხარ, მაინც ჩაკეტილ სივრცეში ცხოვრობ და მაინც გიწევს მოძრაობა. დაუცველი ხარ, აბა რა, კაცო, აბა რა. ყველა ქართული სოფლიდან გამოსასვლელში პოლიციელები დგანან და როცა უნდა მაშინ დაგაჯარიმებენ, როცა უნდა მაშინ დაგიჭერენ. შიგნითაც შემოდიან. მაგრამ რო გამოდიხო სულ ერთ ადგილზე ხო არა ხარ რა არის გამბავი ყოველთვის აკვემინა მე მკითხველზე მსმენელს შევახსენო რომ ქართველებს რომლებიც ცხოვრობენ ამ ეტაპზე დე ფაქტო აფხაზეთში არ აქვს დაკანონებული თავიანთი საკუთრება იმიტომ რომ არ აკანონებინებენ სხვათა შორის აი ეს ახალი კანონი ინვესტირების უფლებას რო აძლევს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, ამ შემთხვევაში ასე რუსეთი იგულისხმება, შეიძინოს უძრავი ქონება აფხაზეთის ტერიტორიაზე. ქართველებზე თუ გავრცელდება და თუ ეკნებათ მათ საშუალებას მამა-პაპისეული ქონება მაინც დაიმტკიცონ. წესით უნდა გავრცელდეს, რომ მამა-პაპისეული ქონება დაიმკვიდროს, მაგრამ აფხაზები ამას არ იცავენ. არც რუსეთის მოქალაქე ქართველებს აყიდინებენ რამეს. არც თბილისში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს აყიდინებენ რამეს, არც თურქეთში მცხოვრებ აფხაზებს არ აყიდინებენ და ქართველებს რამეს. აფხაზები ყოფილან აბა სამყაროს ჭიპი, ამას არ გაგიდებენ. კი, კონკრეტულად მისცემენ ქონებას აყიდინებენ რაც უნდათ, რაზეც იყო დავები. ამას აყიდინებენ ალბათ მან პიროვნულადაც არ იქნება რა კომპანიები იყიდიან რუსული კომპანიები იყიდიან არის ვინკულირებული აქციები რომ მესამე პირიც კი შეიძლება ესე იგი კომპანიის გარე აქციონერის ვინაობას კი შეიძლება გაიგო ხო და ესეთ პირობებზე აყიდინებენ და რუსეთი ამას დათანხმდება რუსეთს ახლა არა აქვს ის მდგომარეობა რომ სანამ გარეთ ვითარებას არ გაარკვევს თავის
მდგომარეობას არ გაარკვევს ტრამპთან შეხვედრის დროს მანამდე აქ რამე არიოს და არ მიეცა ფული მე გამიკვირდა სხვადასხვა თანხა რო გადაურიცხა არ უნდა გადაერიცხა ჩემი აზრით მისცა ფულიც მისცა იმიტომ რომ კონკრეტული პირობები მიიღო დაპირებები მიიღო ამ ფულის სანაცვლოდ რა თქმა უნდა ისე ხო არ მისცემდა კონკრეტული და ეს კონკრეტული დაპირებები არის ის სადაო ტერიტორიები ის სადაო მიწები და ის სადაო ქონება რომლის გამოც ვითომ კინაღამ რევოლუცია მოხდა ასე რომ ჩათვალეთ რომ დაალაგა ყველაფერი ზედაპირულია მაინც მაგრამ დაალაგა ეხლა რუსეთისათვის მთავარი იქ არის იმ ხარისხის დარეულობა არ მოხდეს რომ მის ბაზებს იქ შეექმნას სამხედრო ბაზებს შეექმნას პრობლემა და დანარჩენი გარიგებაა რა არ მგონი ახლა აფხაზებს არ ეყოთ ჭკუა და ხა ბაზებს დაესხან თავს არა ბაზებს თავს არ დაესხებიან იმედით უნდა დაესხან თავს არა ბაზებს თავს არ დაესხებიან და არც აქ ეგ ჩანაფიქრი პირიქით ბაზებს რუსეთი სანამ განათავსებდა იქ ესეთი ხელშეკრულება გააფორმეს, რომ რუსკი არ უნდა ბაზა. აფხაზებმა სთხოვეს ქართველებისაგან ქართული აგრესიისგან თავის დაცავად. ასე რომ მან ეხლა შენ იურიდიული კაზუსები არ არის. მეორე საკითხია რომ არალეგიტიმურია ეს ხელშეკრულება, უკანონოა. უკანონო იყო აქეთ ხელისუფლება გენოციდის და განდევნის შემდეგ და უკანონო იყო რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდანაც ამ ხელშეკრულების გაფორმება უკანონო ესე იგი ხელისუფლებას და როგორ გითხრათ არაარჩევნების გზით სამხედრო გადატრიალების შეიძლება ითქვას გზით მოსულ ხელისუფლებასთან ასე რომ არ არის ეს კარგი ამბავი ჩვენ ეს ამბავი არ მოგწონს განა იმიტომ რომ არ გვინდა რომ აფხაზს თავისი საშუალება კონდეს თავისი იდენტობა დაიცვას. ჩვენ გვინდა ეგ ამბავი, მაგრამ თუ სიმართლეა და თუ სამართლიანობა ყველაფერს სამართლიანად უნდა მიუდგეთ. თუ 78,000 აფხაზს აქ უფლება დამოუკიდებელი სახელმწიფო კონდეს, რატომ არ უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო 1,200,000-იან ჩეჩენს? თუ 35,000 ცხინვალელს აქვს უფლება ჰქონდეს დამოუკიდებელი რესპუბლიკა და სახელმწიფო, რატომ არა აქვს 570,000 ინგუშს თავისი სახელმწიფო? ეს იმიტომ არ აქვს, რომ ჩვენ ვხედავთ, ჩვენ გვეგონა რომ არა მე ვლაპარაკობ ზოგადად ზოგადად ხო უბრალოდ ეს ორმაგი იყო ყოველთვის ხო თან თვითგამორკვევა თან დამოუკიდებლად საზღვრების ხელშეუხებლობა და ვინც ძლიერი იყო იქ თვითგამორკვევა არ მუშაობდა ვინც სუსტი იყო იქ მუშაობდა. როდესაც კონფედერაციაზე დაგვიწყებთ ლაპარაკს, ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ თქვენ ფედერალურ მოწყობაში სად არის ამის ნიმუში, კონფედერაციული ხელშეკრულება ვისთან. კონფედერაცია გაუშვებელი ეს არის ღალატი სამშობლოსი. ყველას მინდა გითხრათ პოზიციასაც ოპოზიციას. ამას მიტინგები კი არა, ამას მოხვება რევოლუცია. თოფის სროლა ციცოდეთ. და პირველ რიგში დაზარალდებით თქვენ აგენტებო. ვისი აგენტები ხართ მნიშვნელობა არა. ამას დაამთავრეთ ამ თემაზე ლაპარაკი საერთოდ არავით არის კონფედერაცია კონფედერაცია კონფედერაციის წინ პროცედურაა კაც უნდა აღიარო არა ეს პროცედურაც რომ არ იყოს კონფედერაციის სუბიექტს ყოველთვის შეუძლია გავიდეს ეს მაგას თავი დაანებე უნდა აღიარო რას აღიარებ შენ სხვათა შორის მან ძალიან საინტერესო ხა ესა კი არა ჩვენი მეც მიფიქრია ბევრი ამ თემაზე თუ ისინი აფხაზიდან დევნილი ქართველების დაბრუნებას დათანხმდებიან, ამ რისკზე შეგიძლია წახვიდე. ისინი დაბრუნდებიან და მე ვაღიარებ და მაშინ იქნება აბსოლუტური უმრავლესობა ქართველი. მაშინ ეკითხები მე შენ უსაფრთხოების გარანტია იმაზე რომ დაბრუნდებიან და ექსიმშვიდე იქნეს. არა, და მაგას ვამბობ, ეს საკითხი თუ მოგვარდა, მაგას კი ბატონო, ვაღიარებ. გამორიცხული ეგ ამბავი მოგვარდეს, ეგ ამბავი. მე თეორიულად ვამბობ. თეორიულად კარგია. თეორიულად კარგია, მაგრამ ეგრე არ იქნება. ეგრე არ იქნება კონფედერაცია. ეგრე არ იქნება გამორიცხული ამბავია, არც მაგ შემთხვევაში არ იქნება კონფედერაცია. სწორი, საერთოდ ეხლა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი მინდა ვთქვა რა, ეხლა ძალიან დაიწყეს დამახინჯება ისტორიის რა, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში.
მოსკოველმა და პეტერბურგელმა მეცნიერებმა ჩაატარეს გენეტიკური კვლევა ცხინვალის რეგიონში. გაირკვა რომ მოსახლეობის უმრავლესობას გენეტიკური კოდი აქვს და ჩვენ ამას სულ ვამბობდით, ამას ამბობდნენ ისტორიკოსებიც, ამას ამბობდნენ მამაშვილი ითონიშვილები, გენიალური კვლევა აქვთ. 1859 წელს რუსეთის იმპერატორი პახმელიაზე გამოვიდა თეთრ საცულებში და დვალეთი წაიღო. იმ დღიდან დაიწყო ქართული გვარებს ოვები და ევები მიუწერეს. ოვები და ევები მიუწერეს იქ ცხოვრები ვაინახებს და სხვათა შორის ოსებსაც. ოსები მანდ უკვე შემოსულები იყვნენ, ზოგი ძალით, ზოგი ნებით. 1812 წელს იყო ხოლერის ეპიდემია და დაიცალა რა და მერე იყო ნაბეგები ეგრეთ წოდებული და ხო, ასე რომ ძირითადი ცხოვრებლების გვარები მთავრდებოდა ურზე, მოკლედ თვის გვარებია და ესე იგი არ ვიცი, ხარ მინდა ჩამოვთვალო და მარგიანები მარგიევებად დაწერეს, ხაბულიანები ხაბელოებად დაწერეს, ხაჩიურები ხაჩიევებად დაწერეს, ბიბილოვები ბიბილურები ბიბილოვებად დაწერეს, მე ამათ შვილები მიუმატეს, გუცაევები ინგუშები არიან. გუცილიევები არიან, ეთქობა წინაპრები ცხოვრობენ, აწერეს გუცაევებად. მერე ესე იგი ბევრი გვარია მანდიდან წამოსული ყაზბეგის და თრუსოს ხეობის გავლით ინგუშეთში გადასული. ხო და ფუძე ქართული აქვს. და მახაურები და მახაევები მაგალითად ევლოევები ელოურები არიან და ესე ნუ მოკლედ ეს იმის თქმა მინდა რომ როგორც არ უნდა გააყალბოთ ისტორია გენეტიკური კვლევები იდება ყოველთვის იურიდიულ საფუძვლად და მთელმა მსოფლიომ იმიტომ ჩაატარა მთელ კაცობრიობის გენეტიკური კვლევა რომ ძალიან კარგად იციან ვინ საიდან წამოვიდა და ვინ საით წავიდა ასე რომ რაღაცა ცივილიზებულ ურთიერთობაზე ვილაპარაკოთ აფხაზებთან ცივილიზებულ ურთიერთობაზე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კრემლის მესვეურებსაც უთხრა და ჩვენს ხელისუფლებასაც უთხრა რომ ამაზე კარგი დრო აღარ იქნება რა მთელი მსოფლიო დგას არჩევანის წინაშე ძველი პოსტსაბჭოური დაპირისპირების ტენდენცია გაგრძელდეს თუ ახალი ფურცლიდან დაიწყონ ურთიერთობები ფასეულობების თავისუფალი გაცვლის მეშვეობით რომ სარგებელი ნახოს ყველა მხარემ ომების გარეშე და აი ეს ახლა თქვენ რომ ცივილიზებული ურთიერთობა დავიწყოთ ჩვენ რამდენად ვტოვებთ რამდენად ვართ ეს ერთი და რამდენად ტოვებთ ცივილიზებული ადამიანების დაბეჭდილებას მე ძალიან აქტიური ბევრი დიდი გამოცდილება მაქვს მოკლედ ეს სეპარატისტულ ჯგუფებში აფხაზებთან ოსებთან რუსებთანაც ისეთი არატკბილი ურთიერთობა სხვათა შორის აზერბაიჯანელებთან აზერბაიჯანიდან იმიტომ რომ ისინი პერიოდულად ძალიან ანტიქართულ დებატაც აქვს ჯგუფები ხო ერთი სიტყვით მე აქ ყველგან ვიღებ მონაწილეობას წლებიან ამიტომ ვაძლევ ჩემ თავისუფლებას ამის თქმით აი ესეთი სავიზიტო ბარათი არის განსაკუთრებით აი ოსი და აფხაზის სეპარატისტების აი ეს პათოლოგიური სიძულვილი ქართველის რომელსაც ისინი აჩვენებენ მე ვიცი ხა გულში ისინი რას ფიქრობენ ამერიან გულში მღეროდაო მაგრამ ეს არის ერთმანეთის დასანახად ეს არის აუცილებელი ბრმა სიძულვილი რაღაცა აი ადამიანის სახედაკარგულები არიან და სამწუხაროდ მე ზუსტად იმავეს უკვე ეს ბოლო პერიოდია ვამჩნევ ჩემს თანამემამულეებსაც ერთმანეთის მიმართ აფხაზის მიმართ, ოსის მიმართ და ამდენად აი ცივილიზებული ურთიერთობა და ჩვენ ვართ კი ცივილიზებულები. მე ხო არ მithქვავს რომ ანგელოზები ვართ. მე მინდა ვიმსჯელოთ ამ თემაზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. იყო დაშვებული ორივე მხრიდან. შეცდომები იყო ორივე მხრიდან დაშვებული. ორი აზრი არ არის ამაზე. მაგრამ რასაც ახლა ამბობ, სამი თაობა გაზარდეს სიძულვილში. ისტორია არასწორად ასწავლეს. ჩემშულს არ ძულს სხვა. არა, მე ვამბობ, ხო, მე იქით ვამბობ რა. აქეთ მხარეც არანაკლები. არანაკლები. აქეთ მხარემ თვითონ არის სწავლა.
თვითონ არის სწავლა. არის სწავლა, არ უნდა ეხლა საქართველოში არც ერთმა ხელისუფლებამ ვიდრე დღემდე არ წაახალისა არც განათლება, არც პატიოსნება. აი ბავშვი გეუბნება რა თმინდა განათლება, მე ფული უნდა ვიშოვო. აი მამა განათლებული მყავს, დედა განათლებული მყავს, პაპა აკადემიკოსი მყავდა, ბებია დამსახურებული პედაგოგი მყავდა და საჭმლის ფული არ აქვს სახში. აი იმიტომ რომ დედას, მამას, პაპას და ბებიას არ აღმოჩნდათ მარიფათი, თორემ ფული შეუნას განათლება სჭირდება. მარიფათი შეიძლება აღმოაჩნდა, მაგრამ მორალი ქონდათ. პატიოსნები იყვნენ და არ იკადრეს ის, რაც 92 წლის მერე ძალიან ბევრმა იკადრა. არ არის ეს პერიოდი. არა, არის პერიოდი. პრობლემა გვაქვს საბჭოეთიდან გადმოვიდა ფული ცუდია. ხო, ფულის შოვნას არ ჭირდება ეხლა აფხაზეთის ისტორიის ცოდნა. ფულის შოვნას სამწუხაროდ არ ჭირდება საქართველოს ისტორიის ცოდნა. სამწუხაროდ უნარ-ჩვევებში საქართველოს ისტორია არ არის უმაღლეს სასწავლებელში, სავალდებულო სწავლება ჩეტანილი. მეჭღანუაშვილს მე მოუნდა ჭღანი ამოეგდო გვარიდან და ეს მოუნდებათ ფულს შოვიან. გვიან იქნება, ამიტომ ეხავე ჯობია ისწავლოს. ხო, მე არ ვამბობ რომ ორივე მხრიდან იყო დანაშაული. ხა კიდევ ვიმეორებ. ვინც წლების მანძილზე 10 წლეულების მანძილზე და 100 წლეულების მანძილზე ვინ იყო გამყალბებელი მთავარი ისტორიის აფხაზეთში ვიღაც ვორონოვი რომელიც მოკლეს მერე თვითონ მოიშორეს და რუსეთის სპეცსამსახურება 90-იან წლებში იმიტომ რომ იმან თავი მამად გამოაცხადა მერე აფხაზეთის სპეციალურად იჯდა აფხაზეთში 20 თუ 25 წელი თუ 30 წელი იქ ცხოვრობდა იქ მუშაობდა იმ დავალებით რომ გაეყალბებინა ისტორია აფხაზეთში. აქედანაც ვიღაცას დაესვა, ვიღაცა 20, 10 ხო? მაყურებელი 10 წელი და მას თავისი ვერსია შეექმნა. ეხლა ვინ დაუშალა? ან ეხლა ვინმე დაგვიშალა ლანძღვაგინებას დაჯექი იქ სხვადასხვა ახალგაზრდა პატარა ბავშვებს აი სკოლის მოწაფეებს სტუდენტებს აი იდეოლოგიურად ზრდიან და თვითონ როგორი მეთოდი აქვს იცით კამათის რომ აი ამოგიღებენ ჩვენი ისტორიკოსებისგან ცნობილი ისტორიკოსების ამ კონტექსტიდან ამოგლენჯოს ეხლა ასეთი პოლემიკა რთულია ხო როდესაც სპეციალისტი ამ კონტექსტიდან ამოგდოთ აი ამას არ ამბობდა იქაც ხელოვნური ეს მაგრამ აქეთა მხრიდანაც საჭიროა თუმცა მე ვფიქრობ ეს დავა მაინც ისტორიულ დავა არსაით არის გზა მე მაინც იმას ვამბობ ეს პრობლემა არის ეს ურთიერთსიძულვილი და მე ესე მგონია რომ ჩვენ თუ სიძულვილი გაგვიქრება რაღაცა საფუძველი უნდა გქონდეს ქრისტიანობაშიც ასეა რელიგიაშიც ასეა ხატზე გადაცემა იყო ხო და შენ თუ იმ სიხშირის არ ხარ შენ იმისი არც ავის სიტყვა არც თუ შენ მოხერხებს ადამიანი წაიფორთხილებს შენ თუ არ ხარ მზად მიიღო რასაც შენ ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ეს სიძულვილი და ვაბრუნებთ მე მგონია ჩვენ თავის გარო დაგვეწყო შეიძლება გაგვეცანამ ისტორიას შეიძლება დაგვეწყო მაგრამ კიდევ ვიმეორებ რა ბორო 12 წლის მანძილზე ამათ რო დაუთმეს და ესენი რომ მოეფერნენ ხო რუსებს ეგრე არავინ აღარ მოეფერება და არც აქამდე არ მოფერებია ანუ შე აფხაზებზე ვლაპარაკობ ხო კი ხო ის არის მთავარი ის არის მე მესვე ის არის მთავარი მაგრამ მე ადამიანებს ჩვენ ვფიქრობთ რომ საერთოდ ცუდი ტონია როცა არიცი და ილანძღები როცა ინტელექტუალური რესურსი გეწურება გადადიხარ ლანძღვაგინებაზე და მუშტის კნევაზე ჩვენ ვფიქრობთ რომ რუსეთ საქართველოს შორის ურთიერთობა უნდა დაიწყოს 1793 წელს რომ გავაფორმეთ ტრაქტატი როგორ დაირღვა ვინ დაარღვია რატო დაირღვა და იქიდან მოყოლებული ვიდრე დღემდე ვინ რა განასაჯელი უნდა მოიხადოს ვინმე მამის გულისთვის უნდა რუსეთის მოქალაქეებმაც უნდა იცოდნენ რომ არაფერში დამნაშავეები ჩვენ არა ვართ რუსეთის წინააღმდეგ აბსოლუტურად არაფერი არ დაგვიშავებია აჯანყებები რო ხდებოდა საქართველოში ხო რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მიზეზები რა იყო ისიც უნდა თქვა აქედან უნდა დავიწყოთ იქ გამოჩნდება მე როდის შემუშავდა გეგმა პრიმაკოვის გეგმა როდის ამოქმედდა რომ სადაც რუსები არიან ყველგან პრობლემის შექმნა უნდა შეეძლოთ აი როცა ამ ნიშნულამდე მივალთ რომ გულწრფელად ვეტყვით ერთმანეთს და ჩვენ ხო მონანიებას არ ვითხოვთ ჩვენ ხო ბოდიშს არ ვითხოვთ ჩვენ ხო ვინმეს დასჯას არ ვითხოვთ სიმართლე უთხრათ ერთმანეთს და ეს გახსნის
გახსნის ძალიან ბევრ კარს ერთმანეთისთან ურთიერთობის დასალაგებლად. არ გექნებათ რუსებო სრულფასოვანი სახელმწიფო კავკასიის გარეშე და კავკასია არ გექნებათ საქართველოს გარეშე. შეეგუეთ ამ ამბავს. იმას საგვართმევთ თუ საერთოდ გადასახლებას დაგვიპირებთ. 15 იმპერიას გაუძელით და როგორმე თქვენს ისე ნუიზავთ ეხლა რომ ეს 2-3 წელი ტრამპმა ხელი არ ჩაიქნიოს თქვენზე. ასე რომ გამოიყენეთ ეს საშუალება დავილაპარაკოთ ნორმალურად რუსეთს საქართველოს შორის ურთიერთობაზე. რა გინდათ თქვენ თვითონ არიცით და ორშაბათს ერთი გინდათ, პარასკევს მეორე გინდათ. ჩამოყალიბდით, დაწყნარდით, დამშვიდით. საერთოდ კითხვას უსვამ. ზალა მოგვეწურა რომ 90-იანი წლების შემდეგ რაში დაგჭირდათ ამ ხელა ბირთულ სახელმწიფოს საქართველოს რატომ მიიყვანეთ იმ ზომამდე რომ დასავლეთი ჩარეულიყო ჩვენ შორის ურთიერთობაში. ეს ძალიან ცალკე თემა არის და მე მინდა რომ ჩვენ ამ თემაზე აუცილებლად ვისაუბროთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. აქინდათ ეს ფორმატები 3 ბრიქსი დაჯექი რა და დაილაპარაკე რა მოგივიდა რა გახდა კაცო ბოლოს. ვადაზალ ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ მცირე ხნით რეკლამის გამო უნდა შევწყვეტოთ გადაცემა, დაგიბრუნდებით მალე მეორე სტუმართან ერთად დაგველოდეთ.